ზოგადად უკვე ჩანს, რომ ჩვენი სახელმწიფო ამ კუთხით იმსახურებს მაღალ ნდობას. ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური გარემო, სათანადო კანონმდებლობა, ჩვენ გვაქვს დაბალი გადასახადები, რაც არის ძალიან მომგებიანი ბუნებრივია ბიზნესის კეთებისთვის ჩვენს ქვეყანაში. და თქვენ იცით, რომ ყველა ობიექტური რეიტინგის თანახმად საქართველოს უჭირავს ძალიან მაღალი პოზიციები, არის მარტივი ბიუროკრატია, რაიმე დაბრკოლების გარეშე არის შესაძლებელი ბიზნესის წამოწყება, ბიზნესის კეთება ჩვენს ქვეყანაში და კორუფციისგან თავისუფლება. ამ კუთხითაც თქვენ იცით, რომ ძალიან მაღალი პოზიციები გვიჭირავს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, პრაქტიკულად ყველა ობიექტურ საერთაშორისო შეფასებაში. აქედან გამომდინარე, ყველანაირი გარემო არის შექმნილი იმისათვის, რომ საქართველოში განხორციელდეს საინვესტიციო აქტივობები, ეკონომიკური აქტივობები და რა თქმა უნდა მომავალშიც მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ პროცესს ხარი დაუჭიროთ. ასევე ყველა ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, მათ შენებლით ვართ პირველ ადგილზე ევროპაში, გასული 5 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3%, ასეთი მაჩვენებელი არ აქვს არავის. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა ხედავს, რომ საქართველოში მომგებიანია ფულის დაბანდება, საქართველოში მომგებიანია ბიზნესის კეთება და მას მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ და ამ გარემოებით მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ. არჩევნებში ჩარავასთან დაკავშირებით კითხავთ ამერიკულ დოკუმენტთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად გასაუბრება მოხდა ირლანდიელ უფლებადამცველთან და ფინეთის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან. აი ამ ესეთი მაღალი დონის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რამდენიმე ქვეყანაში არჩევნებში ჩარევას ევროკავშირის მხრიდან. რა გავლენას იქონიებს თავად ევრობიუროკრატების შემდეგ ნაბიჯებზე და შემდეგ ქმედებებზე? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად არჩევნებში ჩარევის კუთხით. ამის შესახებ ქართულ საზოგადოებას აქვს უკვე ძალიან დიდი ხანია ინფორმაცია, ყველამ საკუთარი თვალით იხილა, როგორ ერეოდა ევროპული ბიუროკრატია 2024 წლის არჩევნებში, ასევე მაგალითად 2021 წლებში, როგორ ერეოდა არჩევნების არაღიარების პროცესში. ეს არის ძალიან უხეში პრაქტიკა, რაც უნდა გამოსწორდეს, ხო? თქვენ იცით, რომ თავის დროზე ევროპა გამოირჩეოდა დემოკრატიის მაღალი ხარისხით, სამართლის უსანაესობის მაღალი ხარისხით, სათანადო პრინციპები იყო დაცული და დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსლა, რასაც არის ყურადღება გამახვილებული ამერიკულ დოკუმენტში. ბატონი რაკია, ამერიკის საკითხს გავაგრძელებ, მათ შორის ამერიკელი ჟურნალისტებმა გამოაქვეყნა სკანდალური საგამოძიებო მასალა, რომელიც ჰელსინკის კომისიას უკანონო ქმედებულ სამხელს გავრცელებულ სტატიაში წერია, რომ კომისია კომპრომიტირებულია უცხოური ძალების მიერ და აქტიურად მუშაობს ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების წინააღმდეგ. საქმეში ფიგურირებს ჯორნალისტების უარიც და ირკვევა, რომ გამოვლინდა ფინანსური დარღვევებით საერთო პირებთან კავშირები და არალეგალურ დახმარებების მრავალი ფაქტი. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. საქართველოს მაგალითად ჩანს, რა პროცესები ვითარდება ჰელსინკის კომისიაში. თქვენ გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰელსინკის კომისია გამოიყენებოდა როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამაში იყო ჩართული კონკრეტულად ბატონი ვილსონის და ამ ყველაფერსაც რეალურად ფარდა აეხადა იმ ასე ვთქვათ ინფორმაციით, რომელიც გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა ხედავს, რომ ეგრეთ წოდებული deep state-ის ხარს ატარებს ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად და ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი. ბატონი რაკი, გითხავთ მართველი გუნდის ინიციატივაზე, საპარლამენტო გუნდი განიხილავს აქტიურად სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ პირების მიმართ, ვინც არჩნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და მაგალითად ლევან მაჭავარიანის ხომაზე საუბრობდა გერმანულ მაგალითსა და ანალოგზე. ნახავთ ალბათ კრიტიკას საზოგადოებაში ქვეყნაში და ოპოზიცია უკვე ამბობს, რომ განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობაა ეს მორიგი ქართული ოცნებაში და რას გადააზღავს, ანუ თქვენ რატომ დადგათ ეს წესრიგში ასეთი დისკუსიების დაწყება? მე მახსენდება გერმანული საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრეცედენტი, გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აიგრძალა არა როგორც ასეთი პოლიტიკური პარტია, არამედ პარტიასთან მიმსგავსებული წარმონაქმნი. სწორედ იმისათვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზად იყო გამოტანილი ის, რომ ის არ აღიარებდა გერმანიაში ჩამოყალიბებულ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური პრაქტიკა, ამას ემეთქველებს საერთაშორისო გამოცდილებაც. რა თქმა უნდა, ჩვენ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპები იყოს დაცული. საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი, ყველამ პატივი უნდა ესწროს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და
თუ ვინმე ამას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც საბოლოო ჯამში ამას უზრუნველყოფს. თუმცა იგივე თემაზე ვიკითხავ გუშინაც დაგისვით ეს შეკითხვა. ძალიან რთულია ხომ ზღვარის გავლება რაღაცა კუთხით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და საკანონმდებლო რეგულაციები როგორ იმოქმედებს, აი ამას შორის. როგორ შეიძლება მართლმა გუნდმა გადააზღვიოს ის, რომ ადამიანებს არ გაუჩნდეთ განცდა, რომ მათ გამოხატვის თავისუფლებას სურთ? Ну, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კანონი უნდა გაიწეროს სწორად და მეორე პრაქტიკა უნდა ჩამოყალიბდეს სწორად. გეთანხმებით, რომ გარკვეული სირთულეები ამ ზღვრის გავლებასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს, თუმცა იმისთვის არის საბოლოო ჯამში სამართლებრივი სისტემა და მართლობის სისტემა, რომ სწორად გაავლოს ზღვარი ასეთ შემთხვევაში მათ შორის, თუ ეს ზღვარი სწორად არ გაივლება, არსებობს სხვადასხვა ინსტანცია, მათ შორის საერთაშორისო ინსტანცია, სადაც შეიძლება დადგეს დღესასრიგში ზღვრის სწორად გავლების საკითხი, იმიტომ ყველანაირად არის გადაწყვეტილი. ეს ყველაფერი მთავარია, რომ ჩვენ შევქმნათ მექანიზმები კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემისთვის. Adoni Iraqi რუსეთთან დაკავშირებით ევროპის შეცვლილ რიტორიკაზე გიხავთ, იქამდე იყო საფრანგეთი, იტალია, დღეს უკვე ლატვიისა და ესტონეთის პირველი პირები საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა რუსეთთან დიალოგი, მაშინ როდესაც გახსოვს უახლეს წარსულში, თუ როგორი განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ მას ამ თემასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს რიტორიკის შეცვლა? და აქვე გითხავთ, ქართულმა ოპოზიციამ შეცვალა ეს რიტორიკა, ჩვენ სულ მშვიდობის მხარეს ვიყავით, დღეს ასეთი იყო მეთოდი. Ну, ეს განაპირობა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მოცემულობის შეცვლა, თქვენ ხედავთ, რომ არის განსხვავებული მოცემულობა, გულისხმობ არსებითად ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს და ასეთ პირობებში ევროპულმა ბიუროკრატიამ დაიწყო პირდაპირ საუბარი რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აუცილებლობაზე და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საქართველოსთან დღემდე არ აპირებენ აღადგინონ პირდაპირ დიალოგი, მაშინ როდესაც საუბრობენ რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აღდგენაზე, მაშინ როდესაც საქართველოს შემთხვევაში საბაბად გამოიყენება ის, რომ თითქოს ჩვენი ხელისუფლება არის პრორუსული. რამდენად ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს ჩვენ საქმე, ამას მეგონი ყველა ხედავს და ეს არის კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მძიმე მდგომარეობა შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. უნდა გკითხოთ ასევე თქვენს გუშინდელ განცხადებას და განმარტებებს, რატომ დადგა დღის წესრიგში ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება გამოხმაურება მოყვა ასე პასუხი ასე ვთქვათ, ამბობენ რომ მიზანმიმართულად სრულს პრემიერ-მინისტრი, როდესაც ამბობს რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური ფაკულტეტების და გამოშვების წილი არის ძალიან დაბალი, უბრალოდ მიზანი არის რომ რეალურად ასე ვთქვათ გაუქმონ ეს მრავალწლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი და გააძლიერონ ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტიო, ასეთი ბრალდებებიც გაისმა კიდევ ერთხელ. რატომ გაიხსნა დისკუსიებში ეს თემა? Ну, მარტივად შეგვიძლია ავიღოთ სტატისტიკა, რა არის ტრადიციული ტექნიკური დარგები, რომლებიც დისციპლინები, რომლებიც იყო წარმოქმნილი თავის დროზე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში უკაცრავად და მარტივად შეგიძლიათ ნახოთ, რომ 53% არის ტექნიკური მიმართულება, 57% არის სამართალი, ეკონომიკა და არაერთი სხვა აგრარული და სხვა დისციპლინები, რომლებსაც საერთოდ არავითარი შემხებლობა არ აქვს იმ დისციპლინებთან, რომლებიც თავის დროზე ისწავლებოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ეს არის სტატისტიკა, მარტივი სტატისტიკა და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ტექნიკური მიმართულება საკუთარ ინსტიტუტში, საკუთარ დღეს უკვე უნივერსიტეტში იქცა გერად. ეს უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა, და როგორც შეიქმნა თავის დროზე ეს მიმართულება, ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, ერთგვარი შვილი, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი და ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს, ხო, როგორც ჩაიფიქრა ეს ყველაფერი ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს. თავის დროზე არ დასწალდა მას უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, თავის დროზე იცით, რომ ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი თბილისის რექტორის პოზიციაზე და ამის შემდეგ აირია ყველაფერი. ხო, ჩვენ გვინდა აღუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა თავის დროზე ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ. ერთი ნეიტრალური საქართველოს განცხადებაზე გიხავთ, რომელიც ასე ვთქვათ დებატებზე გიწევთ და მთავარი თემა უნდა იყოს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა, ამასთან დაკავშირებით ამ განცხადებაში არის ბევრი კრიტიკა და სვამენ კითხვას უზრუნველყოფს თუ არა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას დღეს ევროინტეგრაციის გზა. რას უპასუხებთ და როგორი? და ამ თემაზე მაპატიეთ დავაზუსტებ არა რეპლიკის სახით ან გითხავთ ასევე რომ
ძალიან ბევრმა საზოგადოებაში ეს აღიქვა, როგორც ქართული ოცნების მართული ჯგუფის მიერ შემოტანილი თემა, რომ ხელისუფლებამ რაღაცნაირად გააქტიუროს ევროკავშირზე უარის თქმის საკითხიო, აი ასეც აღიქვამენ. თქვენ იცით, რომ პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ბევრი სპეკულირებს ყველაფერზე. ზოგადად, რაც შეეხება დებატების შემოთავაზებას, ნებისმიერი სუბიექტისგან, ნებისმიერი თემა შეგვიძლია ავიღოთ და ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია გამართოთ დისკუსიები. მთავარია, რომ ელემენტარული პრინციპები იყოს დაცული, მათ შორის ერთ-ერთი პრინციპია, ბუნებრივია კონსტიტუციური წესრიგის აღიარება. ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია. აქ საუბარი იმაზე ხო არ არის, რომ დავუშვათ გინდა თუ არა უნდა გადავხედოთ ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანას. აქ საუბარია იმაზე, რომ ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები და ამაზე შეიძლება შედგეს ჩვეულებრივი ჯანსაღი მსჯელობა, რა პლუს-მინუსები აქვს კონკრეტულად, მაგალითად ევროინტეგრაციას. ჩვეულებრივი საკითხია, ყველა თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია. მთავარია, რომ ეს დისკუსია ეფუძნებოდეს არგუმენტებს, იყოს ღია, იყოს გახსნილი და საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია ყველა თემასთან დაკავშირებით. მე გითხავთ დევიდ ოსალიმანი ამბობს, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის ვალდებული, რომ ჩვენს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაიწესო. ჩვენ გვახსოვს შავა ბატოაშვილის განცხადება რამდენიმე თვის წინ და გვახსოვს კრიტიკაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ საქართველოს არ უერთდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. გითხარით, რას ადასტურებს ამ დონის განცხადებები დღეს თქვენთვის? თავის დროზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა საქართველოს მიმართ და თქვენ გახსოვთ, რომ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაშიც კი ჩაიწერა ეს ყველაფერი, ჩვენგან პირდაპირ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, შემოღებას რუსეთის ფედერაციის მიმართ. მაშინ, როდესაც რუსეთს ვერავითარ ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა ასეთი თეორიული სანქციები, ჩვენი წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0.3%. პირიქით, რა თქმა უნდა, სანქციების დაწესება მათი მხრიდანაც გამოიწვევდა სანქციების დაწესებას და ამ შემთხვევაში ამას ექნებოდა ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი, ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა იყო მოსალოდნელი ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში და წარმოიდგინეთ, ამას ითხოვდნენ ჩვენგან ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები და თავის დროზე ამერიკული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, რასაც ვერ გავაკეთებდი ჩვენ საკუთარი ხელით, ვერ დავაზიანებდი ჩვენი მოსახლეობის საესაზღვრო ინტერესებს. ევროპარლამენტარი ტომ ვარდერშინი აფასებს ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ TikTok-ზე ცენზურა უნდა იყოს დაწესებული ისეთ ფრაზებზე, როგორიცაა მხოლოდ ორი სქესი, ბავშვები არ შეიძლება იყვნენ ტრანსგენდერები. რეალურად რის ნორმალიზებას ცდილობს ევროპელი კანონმდებელი აი ამ ცენზურის დაწესებით? ჩვენთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან მძიმე ტენდენციები არის ჩამოყალიბებული ევროკავშირში, რაც არის ჩვეულებრივი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. და ამას ვერ ექნება, რა თქმა უნდა, კეთილი ზრახვები. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები, გახსოვთ რამხელა აჟიოტაჟი მოყვა ჩვენი პარლამენტის მიერ კანონის მიღებას ამ თემებთან დაკავშირებით, ბუნებრივია ასეთ თემებთან დაკავშირებით ბოლომდე დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს. ევროდეპუტატი, რომელიც ითხოვს, რომ ეს ამაზე არ იყოს ცენზურა დაწესებული, ამით რას ამბობს, რომ რას უჭერს რეალურად ის მხარს? რეალურად ეს არის ზუსტად იმის მხარდაჭერა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდი შეშფოთებით, ხომ? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ევროპული პოლიტიკური ხაზი. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა მიიღოს ეს ყველაფერი ბუნებრივია მხედველობაში. ერთ-ერთი შვედი დეპუტატი პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კირცხალიას პასუხობს, რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის ლიდერმა პლენარულ სხდომაზე შვედეთი გააკრიტიკა, ისაუბრა იქ არსებულ კრიმინალის დონეზე, ეკონომიკურ სტაგნაციაზე და დღეს ეს დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ტყუისა, დეპუტატები ამბობენ სისულელესო, იკვლევა, რომ თავად ეს დეპუტატი ერთ-ერთი NGO-ს წარმომადგენელია, რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი? როგორც მე ვიცი, ეს არის კალბილტის NGO-ს ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასთან არის ყოველ შემთხვევაში ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული და კალბილტი ვინ არის, ესეც ძალიან კარგად იცის ყველამ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის მიმართ გაკეთებული მის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ სერიოზულად ვერ აღვიქვათ. და ერთსაც გითხავთ ამ ნეიტრალების შემოთავაზებაზე, ისინი ამ ვრცელ განცხადებაში აკრიტიკებენ ქვეყნის საგარეო კურსს და მთავარ კითხვას, რასაც სვამენ, არის ის, უზრუნველყოფს თუ არა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას დღეს ევროინტეგრაციის გზაო, რა შეგიძლიათ რომ უპასუხოთ? ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი
ეს მიზანი არის ის, რომ საქართველო გვინდა გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით დისკუსიას, ამისათვის ბუნებრივი ვართ მზად, რა პლუს მინუსები აქვს ნებისმიერ პროცესს შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა კონსტიტუციური ამოცანა არის კონსტიტუციური ამოცანა.